ბატონო ანდრია, ნათქვამია ადამიანის ცხოვრება იგავარაკებით შინაარსით იზომება და არა სიგრძითო. მართლაც მთავარია ისე განვლო შენი ცხოვრება, რომ შემდგომ მომავალმა თაობებმა გაგიხსენონ და მოგიგონონ. თქვენ რას გაიხსენებდით ბატონ პეტრეს ცხოვრებიდან? ბატონ პეტრე გამგარელიძეს მე შევხვდი პირველად 1938 წელს თბილისის უნივერსიტეტის გეოლოგიის ინსტიტუტში ბატონ ალექსანდრე ჯანელიძესთან. ალექსანდრე ჯანელიძე მეთაური იყო იმ დროსაც და ყოველთვის ქართული გეოლოგიური სამეცნიერო სკოლის. შეხვედრა მოხდა ასეთ ვითარებაში. ჩემს ხელმძღვანელს მე არქეოლოგიაში ვიყავი ასპირანტად მაშინ ბატონ გიორგი ნიორაძეს შეუთანხმებია ბატონ ალექსანდრე ჯანელიძესთან ჩემი ერთი კურსი გამევლო მე გეოლოგიის ინსტიტუტში. ამ კურსს სახელად ერქვა საასპირანტო საგანი ისტორიული გეოლოგია. ბუნებრივია ისტორიული გეოლოგია დაკავშირებული იყო არქეოლოგიასთან და ბატონმა გიორგი ნიორაძემ ეს მშვენივრად იცოდა და ძალიან კმაყოფილი იყო რომ მიიღო ბატონ ალექსანდრე ჯანელიძის თანხმობა. მე აღმოჩნდი ბატონ ალექსანდრეს კაბინეტში. მაგრამ ამ კაბინეტში მე ვნახე ახალგაზრდა მეცნიერები. აქ იყო ბატონი ივანე კახაძე, ბატონი ნიკო კანდელაკი, ბატონი გიორგი წოცენიძე, ბატონი გიორგი ხარატიშვილი და ბატონი პეტრე გამყრელიძე. მე მაშინ ამათ საყოველთაოდ ასე სათითაოდ არ ვიცნობდი, ბუნებრივია, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ვითარებაში აღმოვჩნდი. მეცნიერთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და დარგის ხელმძღვანელის ურთიერთობა ისეთი იყო, რომ არ შეიძლება ეს კაცს როდისმე დაავიწყდეს. თქვენ მაშინ ასპირანტი? მე ასპირანტი ვიყავი მაშინ, დიახ, და გადაწყდა, რომ მე ხელმძღვანელობას ისტორიულ გეოლოგიაში გამიწევდა ბატონი ნიკო კანდელაკი. ცხადია, მე კიდევ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ იმ დღეს მე ვნახე შესანიშნავი სკოლა ქართველი გეოლოგებისა და განსაკუთრებული ყურადღება ცხადია მიიქცია ახალგაზრდა მეცნიერებმა, მათ შორის ბატონი პეტრე. საოცარი სიკეთე და იმავე დროს საოცრად სასიამოვნო შესახედაობის ახალანი, მაღალი გეამაყებოდა ქართველ კაცს ასეთი ახალგაზრდა მეცნიერი. მიუხედავად იმისა, რომ მე უშუალოდ მასთან არ მიხდებოდა სისტემური მეცადინეობა, ბატონი პეტრეს ისევე როგორც სხვა გეოლოგების ბატონი ივანე კახაძის, ბატონი წოცენიძის ყურადღება არ მომკლებია და ამითაც ბუნებრივია მე მოხიბლული ვიყავი ქართული გეოლოგიური სკოლის ამ ახალგაზრდა წარმომადგენლებთან თანამშრომლობის. მაგრამ შემდეგში თანდათანობით როცა მორჩა ეს ჩემი კურსი, აღმოჩნდა რომ ჩვენ ძალიან დაგვიახლოვდნენ ახალგაზრდა გეოლოგები და მათ შორის პირველ რიგში ბატონი პეტრე გამყრელიძე. ეს სომიწოელი ახალგაზრდა მეცნიერი, სომიწოში, სოფელ სომიწოშია დაბადებული ბატონი პეტრე, ველზე შეხვდა სამუშაოდ ღებში დაბადებულ გერმანე გობეჯიშვილს არქეოლოგს. და იქვე ღების გვერდით ჭიორელ ნიკო რეხვიაშვილს, ახალგაზრდა ეთნოგრაფი. ამათი თანამშრომლობა ძალიან მჭიდროდ ყალიბდებოდა იმ თავითვე. ბატონი პეტრე კავკასიონს იკვლევდა გეოლოგიურად, არქეოლოგი გერმანე გობეჯიშვილი კი სწორედ კავკასიონის სამხრეთ კალთებს არქეოლოგიურად. რიონის სათავეებს ზოფხითურას რიონის პატარა შენაკადია იმის სათავეებსა და ცხენის წყლის სათავეებს. აი აქ ძალიან დაუკავშირდა ბატონი პეტრე არქეოლოგებს და შესაბამისად არქეოლოგიას. ბატონ პეტრეს ქართული კულტურა, საქართველოს ისტორია საზოგადოდ ძალიან აინტერესებდა. ცხადია ბუნებრივია რომ მიუწევდა გული მაინც თავის კუთხისკენ და მას თვითონაც იქ უხდებოდა მუშაობა. და ამიტომ მე ნიკო რეხვიაშვილი ვახსენე ეთნოგრაფი,
ერთი სიტყვით ამ სამხრეთი კალთების, ანუ მთის რაწის ყოფას, ცხოვრებას და არქეოლოგიას და გეოლოგიას იკვლევდა ეს ახლად შექმნილი თუ შეიძლება ითქვას კოლექტივი ახალგაზრდა მეცნიერებისა, მაგრამ მათ შორის ბატონი პეტრე უკვე ჩამოყალიბებული ცნობილი წარმომადგენელი იყო ამ გეოლოგიური სკოლის. შემდეგ თანამშრომლობა ჩვენი ძალიან მჭიდროდ გადაებია ამ გეოლოგებისა და არქეოლოგების. თქვათ საკითხი შეეხებოდა კვლევას ძველი ქართული მეტალურგიის, ეს ქართული ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი წახნაგია. და აქ კვლევა ძველი მეტალურგიისა, ძველი სამთამადნო გამონამუშევრების გარეშე, ძველი ლითონის საბადოების გათვალისწინების გარეშე, რა თქმა უნდა, შესაბამისი სივრცე-სიღრმის არ შეიძლება ყოფილიყო. და აქ პირველად მაშკობეჯიშვილი გერმანე დაინტერესებული იყო დარიშხნიანი ბრინჯაოს წარმოშობით. ეს სწორედ ქართული ცივილიზაციის დამახასიათებელი შენადნომია ბრინჯაო დარიშხნიანი, რადგან კალა მაშინ ცნობილი არ იყო და არ მოიპოვებოდა საქართველოში და როგორც ჩანს ჩვენს წინაპრებს კალის ნაცვლად სპილენძთან დარიშხანი შეურევიათ და მიიღო მაღალხარისხოვანი ბრინჯაო მიიღეს. აი ეს კვლევა ბატონ პეტრეს დაუკავშირდა, რადგან სპილენძისა და დარიშხანის ისევე როგორც მოლიბდენის საბადოები რიონის სათავეებში საერთოდ სამხრეთ კავკასიონში იყო გამოკვლეული ბატონ პეტრეს მიერ. შემდეგ უფრო გაბარდობდა ეს, როცა ბატონმა პეტრემ ჩათახის რკინის საბადოების კვლევა დაიწყო და ბრინჯაოს მეტალურგია გადაება შემდგომ პერიოდს ძველი ქართული რკინის მეტალურგიას. აი იმ დროის მეტალურგიას, რომლის შესახებ ჩვენ წერილობითი ცნობებიც გვაქვს. ჯერ კიდევ ბიბლიაშია ნახსენები ჩვენი წინაპრები, რომ იყვნენ კვერითხურონი, ჭედელნი რკინისა და რვალისა. აი ეს სავსებით მკაფიოდ ჩნდებოდა არქეოლოგიური კვლევის დროს და აგრეთვე, რა თქმა უნდა, ამის საფუძველი მტკიცდებოდა ბატონი პეტრეს გამოკვლევით. ასევე იყო ბატონი ნიკო რეხვიაშვილის სამუშაოებით პეტრე გამგრელიძე დაინტერესებული ძველ წედისებს, სოფელიცაა რაჭაში წედისებს, ძველ სამჭედლო ნამჭედურებს იკვლევდა ეთნოგრაფი ნიკო რეხვიაშვილი და ბრწყინვალე ნაშრომები აქვს გამოქვეყნებული და აი სწორედ მას უხდებოდა ამ რკინის წარმოების შესაბამისი საბადოებით თავის დროზე უზრუნველყოფის საკითხის განხილვა ბატონი პეტრეს კონსულტაციითა და მხარდაჭერით. აი ამ ვითარებამ მეც ასე ახლოს დამაკავშირა ბატონ პეტრესთან და მეც დამჭირდა და მომიხდა მუშაობა როგორც ძველი ბრინჯაოს მეტალურგიის ისტორიის, ასევე ქართული რკინის მეტალურგიის ისტორიაშიაც და აქ უკვე ჩემს უშუალო კონსულტანტს და მთავარ მრჩეველს ყოველთვის ბატონი პეტრე წარმოადგენდა და ეს ისიც არ შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს ის სიკეთე, საოცარი თბილი ურთიერთობა უმცროს კოლეგებთან, რასაც დამოკიდებულება ასეთი უმცროს კოლეგებთან. ამ გზით საზოგადოდ განმტკიცდა არქეოლოგთა და გეოლოგთა ურთიერთობა. იქამდე რომ სოფელში ჩვენი არქეოლოგიური ექსპედიცია რო ჩავიდოდა, სოფლის ცხოვრებნი ლაპარაკობდნენ, გეოლოგები ჩამოვიდნენ. ჩვენ მაინც კი არ ვსიამოვნებდა გეოლოგებს გეძახდნენ, მაგრამ იქ ისე იყო სახელგანთქმული და ცნობილი გეოლოგიური ექსპედიციები, მათ შორის ბატონი პეტრეს ექსპედიციაც, რომ ჩვენ არქეოლოგებს არ გვცნობდნენ, არ ციცოდნენ და გეოლოგები ჩამოვიდნენ. შევჩივლეთ ერთხელ მახსოვს ბატონ პეტრეს. რომ რაშია საქმე ჩვენ რატომ არ გვცნობენ, თქვენ გიცნობენ ჩვენ არ. პეტრეს ზოგჯერ ძალიან ხუმრობაც უყვარდა და შეეძლო, კარგად ეხუმრა და ასე გვითხრა. თქვენ რა თქმა უნდა იმიტომ გეძახიან, რომ უჩვენოთ გეოლოგების გარეშე თქვენი არსებობა წარმოუდგენელიაო და
ჩვენთვის მაშინ მოულოდნელად ეხლა ჩემთვის გასაგებია ერთი მაგალითი დაგვისახელა. გეოლოგებზე რა ლაპარაკია, როცა თვითონ თქვენ შორის ყველაზე უკეთესი არქეოლოგი ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიურ სკოლაში გამოზრდილი კაციაო. ჩვენ გავგვიგებდა, მაგრამ მე ვუცხოთ მივხვდით, რომ ლაპარაკი იყო ცნობილი ქართველი არქეოლოგის გიორგი ლომთათიძის შესახებ. მართლაც გიორგი ლომთათიძე იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე ბატონი ალექსანდრე ჯანელიძის თარცა გეოლოგი, მაგრამ შემდეგ ის მოვიდა არქეოლოგიაში და მოვიდა ძალიან საფუძვლიანი, დატოვა ძალიან დიდი სახელი ქართულ არქეოლოგიაში და აი ამის გამო გითხრათ პეტრემ, ჩვენ რომ თქვენ რა გეოლოგები კი არა, თქვენ არქეოლოგთა შორის ყველაზე უკეთესი გეოლოგი არისო, ეს ხომ იცით ძალიან კარგადო. ისე მტკიცებ თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობამ ქართულ მეცნიერებას არქეოლოგიას და ქართული ცივილიზაციის ისტორიის კვლევას ძალიან დიდი სარგებელი მოუტანა. გაგრძელდა ეს შემდეგაც. ერთ პატარა მაგალითს დაგისახელებთ. უდაბნოში, გარეჯის უდაბნოში გაგრძელდა პროფესორ კიაზო ფიცხელაურის თანამშრომლობა გეოლოგებთან. ახალგაზრდა გეოლოგი მიიწვია მან თენგიზ გელიაშვილი. და ამ თანამშრომლობას მოყვა სრულიად ახალი მიმართულების გაჩენა საქართველოს არქეოლოგიაში. თანამშრომლობის კიდევ ერთი ჩემის აზრით ძალიან მკაფიო მაგალითი იყო დავით გარეჯის უდაბნოში, სადაც ექსპედიციის ხელმძღვანელმა არქეოლოგმა პროფესორმა კიაზო ფიცხელაუროვამ მოიწვია თანამშრომლად გეოლოგი ბატონი, ახალგაზრდა გეოლოგი ბატონი თენგიზ მგელიაშვილი. ეს თანამშრომლობა ისე სასარგებლო აღმოჩნდა არქეოლოგიური ექსპედიციისთვის, გეოლოგისთვისაც რა თქმა უნდა საინტერესო, მაგრამ განსაკუთრებით არქეოლოგიური ექსპედიციისთვის, რომ ბატონი თენგიზი საგულდაგულოდ ჩაუჯდა არქეოლოგიურ და გეოლოგიურ მეცნიერებათა მიჯნაზე კვლევა-ძიებას. შედეგად მივიღეთ ახალგაზრდა გეოლოგის წვრილმალე ნაშრომი, ჩემის აზრით, ეს გახლავთ საქართველოს გეოარქეოლოგია. ახალი მიმართულება საქართველოს არქეოლოგიაში. ბატონო ანდრია, შეიძლება იმის თქმა, რომ ბატონ პეტრესაც მიუძღვეს წვლილი იმაში, რომ არქეოლოგიები დაუკავშირდნენ ასეთ რა თქმა უნდა, მე მთელი ჩემი საუბარი ყოველ შემთხვევაში მინდოდა ისე წარმართულიყო, რომ აი ბატონი პეტრე იყო ერთი ყველაზე უფრო ნაყოფიერი მოღვაწე არქეოლოგებისა და გეოლოგების თანამშრომლობის გამტკიცებისა და გაპარტოების საქმეში. ეს იყო რიონის სათავეში, ეს იყო ცხენისწყლის თუ სოფხითურას სათავეებში, ეს იყო ქვემო ქართლში, ეგრეთ წოდებულ ართვინ სომხეთის ან ართვინ ბოლნისის ბელტს რომ ეძახიან, ეს ქვემო ქართლის ტერიტორიაა ძირითადად ძველი ქართველი ტომების განსახლების ტერიტორია და კერა ქართული უძველესი რკინის მეტალურგიისა. ისე რომ ყველგან ჩვენი არქეოლოგიური კვლევა-ძიება იყო დაკავშირებული გეოლოგიურ საფუძველთან და ამ საფუძვლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმოადგენელი ბატონი პეტრე იყო და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი საქართველოს გეოლოარქეოლოგია შეიქმნა, ესე იგი ახალი მიმართულება საქართველოს არქეოლოგიაში, ჩვენ უპირველეს ყოვლისა მადლობელი ვართ და ვაფასებდეთ უნდა ბატონი პეტრეს დამსახურებას, რომელმაც ეს მიმართულება მისცა ახალგაზრდა გეოლოგებს და ბატონო ანდრია, ბატონი პეტრეს დაწყებული საქმე გრძელდება, მას აგრძელებენ მისი მოსწავლეები, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, მისი ვაჟიც არის გეოლოგი, ბატონი ერეკლე გამყრელი. რა თქმა უნდა, სავსებით მართალს ვზანებთ ბატონი პეტრეს წამოწყებული საქმე, ისევე როგორც ზოგადად ბატონ ალექსანდრე ჯანელიძის წამოწყებული საქმე გრძელდება, ეს თანამშრომლობა არქეოლოგებსა და გეოლოგებს შორის ბუნებრივია გრძელდება და ფართოვდება და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ როდესაც ქართული მეცნიერების დიდ წარმატებებზე ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ ჩემის აზრით სავსებით საფუძვლიანად,
გეოლოგიურ მეცნიერებას ჩვენ თამამად ვასახელებთ ქართულ მათემატიკურ სკოლასთან, ქართველ ისტორიკოსთა სკოლასთან, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მსხელიშვილი თავის დროზე, ქართულ ფილოლოგიურ სკოლასთან, აი ასე საერთაშორისო დონეზე არის საქართველოში განვითარებული გეოლოგიური სკოლა და ამ სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი გახლავთ ბატონი პეტრეს ვაჟი, ბატონი ერეკლე გამყრელიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და დედამიწის შესახებ მეცნიერების განყოფილების აკადემიკოსი მდივანი, რომელიც აი იმ გზას ცნობილი ქართველი გეოლოგებისას არა მარტო გეოლოგიური, საკუთრივ გეოლოგიური კვლევაძიების გაღრმავება, გაფართოების მიმართულებებს ხელმძღვანელობს, არამედ აი იმ თანამშრომლობასაც, რომელიც ასე აუცილებელია ქართული არქეოლოგიისათვის და აი იმ ახლა უკვე ალბათ იმ ახალ მიმართულებასაც, რომელსაც გეოარქეოლოგია, საქართველოს გეოარქეოლოგია ეწოდა. და აგრძელებს მამის აგრძელებს სახელოვნად აგრძელებს მამის მიერ კარგად დაწყებულს და მაღალ დონეზე დაყენებულ სამეცნიერო კვლევაციებას. მადლობა.